მწერალთა სახლი. შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო და სტუდია კოცსი წარმოგიდგენთ. რევას კვერენჩხილაძის წიგნს საბუთები ღაღადებენ. პროექტი მომზადებულია სტუდია კოცსის ბაზაზე. რევას კვერენჩხილაძე, საბუთები ღაღადებენ. წიგნში წარმოჩენილია დამოუკიდებლობის მოპოვების 1918 წლის სიხარულთან ერთად მისი მოვლა პატრონობის მოწოდებანი და გარემოებანი. დამოუკიდებლობის სულისკვეთება და ამის გამომხატველი მიმართვები, პუბლიცისტური წერილები, დაბეჭდილი თუ ზეპირად გავრცელებული ლექსები, ამბები. დამოუკიდებლობის დაკარგვის 1921 წლის ტრაგიკული გარემოებანი. საქართველოს რევოლუციური კომიტეტისა და კომპარტიის ცეკას დადგენილებანი და განკარგულებანი. პარტიის ხელმძღვანელთა აღიარებანი. შინ სახკომის მუშაობის მეთოდების მამხილებელ დაკითხვათა ოქმები თუ სხვა საიდუმლო მასალები. მისივე მუშაკების განამხელი. შინ სახკომის ფარული თუ გაშიფრული აგენტების, დამსმენთა და პროვოკატორთა შეტყობინებანი. რეპრესირებულთა მონათხრობი. განცხადებანი შინაგან საქმეთა კომისრისა და პარტიის ცეკას სახელზე. საპატიმროდან მოწერილი ბარათები და ნაპატიმრალი ლექსები. საქართველოს მწერალთა კავშირის დიდხანს გასაიდუმლოებული სტენოგრამები, პარტიული ცენზურის დადგენილებანი. ამ წიგნის გამოცემასთან დაკავშირებით გაწეული უანგარო დახმარებისათვის ავტორი გულითად მადლობას უხდის საზოგადოება მემორიალის თავმჯდომარეს ბატონ გურამ სოსელიას, ამავე საზოგადოების პრეზიდიუმის წევრს ილამაზ მიწიშვილს, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორს გიორგი ციციშვილს და ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორს გელა საითაძეს. რედაქტორი როსტომ ჩხეიძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, რეცენზენტები გელა საითიძე, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ციციშვილი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი. ჩვენთვის ძვირფასია მშობლები, შვილები, ახლობლები, მაგრამ ყველა წარმოდგენა სიყვარულზე თავს იყრის ერთ სიტყვაში: სამშობლო. მარკუს ტულიუს ციცერონი, ძველი წელთაღრიცხვით 106-43 წლები.
თავი მეხუთე. დამოუკიდებლობის დაკარგვა, გასაბჭოება. ნაწილი მეორე. ახლა სიტყვა მივცეთ ქართველი კომუნისტების მაშინდელ ლიდერს, ფილიპე მახარაძეს, რომლის საიდუმლო მოხსენებიდან რუსეთის კომპარტიის ცეკასადმი საქართველოს გასაბჭოების 9 თვის თავზე ირკვევა, რომ საქართველოს კომუნისტებმა საერთოდ არაფერი იცოდნენ საქართველოში კომუნისტური ხელისუფლების დამყარებას თუ აპირებდნენ. პირდაპირ გასაკვირია, როგორ დატოვა ეს საბუთი. როდესაც დაიწყო წითელი ჯარის შემოტევა და ამ შეტევის მიზანსა და განზრახვაზე არც ერთმა იაჩეიკამ, წარმოიდგინეთ, პარტიის არც ერთმა წევრმა საქართველოში არ იცოდა. ეჭვიც კი არ ჰქონდა. ამიტომ ჩვენი ორგანიზაციის მხრივ რამდენადაც ისინი ჯერ კიდევ მიათრევდნენ თავის წუთისოფელს, არავითარი გამაფრთხილებელი ზომის მიღება არ შეეძლო. ცხადია, ამ გარემოებამ კიდევ უფრო გაუადვილა მენშევიკებს წითელი ჯარების შემოტევისას გაესწორებინათ ანგარიში აქ-იქ კიდევ გადარჩენილი ჩვენი ორგანიზაციისათვის და დაეჭირათ არამც თუ კომუნისტები, არამედ ცოტად თუ ბევრად მათი თანამგრძნობნიც. ამრიგად მოხდა შემდეგი. პირველი, საქართველოში წითელი ჯარის შემოსვლამ და საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადებამ მიიღო აშკარა გარედან დაპყრობის ხასიათი, ვინაიდან შიგნით ამ დროს არავინ არც კი ფიქრობდა აჯანყების მოწყობაზე. ხომ საოცარი აღიარებაა, მეგობრებო, არც მეორე პუნქტშია ნაკლებ გამოუგნებელი გამოთყდომა. მეორე, საბჭოთა ძალაუფლების გამოცხადებისას საქართველოში არ აღმოჩნდა არც პარტიული უჯრედი, არც მეტი რომ თქვათ პარტიული ცალკე წევრი, რომელსაც შეეძლებოდა უფლების ორგანიზაციის მოწყობა და რომ ამ საქმეს ხელი მოჰკიდეს უმეტეს შემთხვევაში საეჭვო ან პირდაპირ ბოროტმოქმედთა ელემენტებმა. აღარც ფილიპე მახარაძეს დაუჯერებენ კომუნისტების დღეს შემორჩენილი კუდები. ახლაც რომ იმეორებენ, კომუნისტებმა მაშინაც გაგაბედნიერეთ და ახლაც ვაპირებთ თქვენს გაბედნიერებასო. მაშინ ფილიპე მახარაძის აღიარების მთლად მომაკვდინებელ დასასრულს მოусმინეთ. იმთავითვე რამდენიმე ძალაუფლების ორგანო აღმოჩნდა. ერთი მხრივ საქართველოს ცენტრალური კომიტეტი და რევკომი, რომლებიც მხოლოდ ნომინალურად ითვლებიან უზენაეს ორგანოებად. მეორე მხრივ კი კავბიურო, რკპბ და მე-11 არმიის რევვოენსოვეტი, რომლებიც არიან ნამდვილი უზენაესი ორგანოები ძალაუფლებისა. ეს უკანასკნელი უმეტეს ნაწილად წყვეტს საქართველოს შესახებ ყოველგვარ პოლიტიკურ საკითხებს, რასაკვირველია საქართველოს ცეკასა და რევკომის დაუკითხავად. და ბოლოს უსინდისო კაპიტულაცია ხელის აღება ნამუსზე, რაც ჩანს უკანასკნელ ფრაზაში. ახლა არსებითად არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო მათი სრულიად ორგანულად რუსეთთან შეერთებისა. ფილიპე მახარაძეს მხედველობაში ჰქონდა ამიერკავკასიის რესპუბლიკები და უბედური საქართველოც ხომ აქ იყო. ხედავთ, როგორ თხასავით გაყიდა, გააჩუქა, უარი თქვა საქართველოზე. არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო საქართველოს რუსეთთან შეერთებისაო, თანაც არა უბრალოდ, არამედ ორგანულად შეერთებისაო.
ესე იგი, საბოლოოდ, დაუბრუნებლად, მოსანელებლად, ასიმილირებისა და ყველაფერი უბედურებისათვის გაიმეტა. თავად რუს თუ გარუსებულ ბატონებს კი მისწერა საიდუმლოდ. არაფერი ვიცოდით თუ მოდიოდით და არაფერი ვკითხეთო. მაგრამ ამას აქაურებს ხომ ვერ გაუმხელდა, არაფრად გვაგდებენ და თავი დაიფასა. კიდევ ერთი სამარცხვინო აღიარება დატოვა, კერძოდ აი რა თქვა თბილისში ნაძალადევის სახალხო სახლში გამოსვლისას. 1921 წლის 13 მარტს და რა შემოუნახა შთამომავლობას გაზეთმა კომუნისტმა 1921 წელი 16 მესამე ნომერი. ჩვენ არ ვმალავთ, პირიქით, სიამაყით ვამბობთ, რომ ჩვენ აქ შემოვიყვანეთ წითელი ჯარი. დიახ, ჩვენი ნებასურვილით მოვიდნენ საქართველოში წითელარმიელები. ჩვენ მოუძღოდით მათ. ნურავის გონია, რომ ისინი თავისი ძალაუფლებით. ჩვენ რომ ვუთხრათ, ისინი დღესვე დატოვებენ საქართველოს. მაგრამ ტყუილა ბაქიბუქობდა ფილიპე მახარაძე, რომ ვუთხრათ საქართველოს დატოვებენო. არ ვიცი რას ელოდა ის გამყიდველი მთავრობა დამოუკიდებელ საქართველოში დამპყრობლებს რომ მოუძღოდა. მაპატიეთ, მე-11 არმიის ხიშტებს ამოფარებული რომ შემოუძრწა. ნუ თუ იმდენად გულუბრყვილონი იყვნენ რომ სჯეროდათ, რუსი კომუნისტები ხელისუფლებას აგვაღებინებენ და დამოუკიდებელ საქართველოს ჩვენი კომუნისტური ხელისუფლება გაუძღვებითო. ამისთვის იკლავდა თავს რუსეთი. სულ მალე მიხვდნენ, როგორ მიდიოდა კომუნისტური რუსეთი ყოველგვარ უსინდისობაზე. მიხვდნენ და ფახფუხი დაიწყეს. აი რას წერდა იხილეთ კრებული დაპყრობის 60 წლის თავი, ემიგრანტი მოღვაწე დავით ვაშაძე. ქართველი ბოლშევიკები დანაშაულს გრძნობენ და მოსკოვის წინააღმდეგ ოპოზიციას ქმნიან. მოსკოვის მიერ საქართველოს საქმეებში ჩაურევლობას ითხოვენ. ბუდუმ დივანი, მამია ორახელაშვილი, მალაქია ტოროშელიძე, შალვა ელიავა, ძმები ოკუჯავები, რომლებმაც მოსკოვში აბელ ენუქიძე იპოვეს დამხმარე მანუგეშებელი ძალა და რომლებმაც საქართველოს კარები გაუღეს საბჭოთა რუსეთს, მხოლოდ ცოდვების მონანიებად გარდაიქცნენ. მოსკოვმა ყველა სიცოცხლეს გამოასალმა. ეს ხალხი წინააღმდეგი იყო საქართველოს საბჭოთა კავშირში ამიერკავკასიის ფედერაციის სახით გაერთიანებისა აზერბაიჯანთან და სომხეთთან ერთად. სტალინის ავტონომიზაციის იდეა. მათ უნდოდათ დამოუკიდებელ რესპუბლიკად შესვლა. ბუდუმ დივნის და მისი მომხრეთა ამ აზრს არიზიარებდნენ მოწამლული ბოლშევიკები სერგო ორჯონიკიძე, შალვა ელიავა, ლევან ღოღობერიძე, მამია ორახელაშვილი. ლენინმა მოითხოვა საბჭოთა რესპუბლიკების კავშირის შექმნა, რასაც შემდეგ სტალინიც მიემხრო, მაგრამ ბუდუმ დივანს და მის თანამზრახველებს ურჩობა დაუმახსოვრეს. ერთხანს ნაციონალ უკლონისტებად შერისხვა აკმარეს. 1927 წელს კი უბრალოდ მოსპეს. ფილიპე მახარაძე ეტყობა იმიტომ დაინდეს, რომ გაუხსენეს 1921 წლის ბოლოს, როგორ მისწერა რუსეთის კომპარტიის ცეკას. ახლა არსებითად არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო მათი, ესე იგი ამიერკავკასიის რესპუბლიკების სრულიად ორგანულად რუსეთთან შეერთებისა. ამ დამსახურებისათვის დაასაფლავეს მთაწმინდაზე, მაგრამ მოხდა ის, რაც მოუვა თავისი ქვეყნის ყველა გამყიდველს. საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მტრული მოქმედების გამო
სხვა ბოლშევიკებთან ერთად დაპატიმრებული, აი ფილიპე მახარაძე, ნოე ჟორდანიამ, შინაგან საქმეთა მინისტრს, ნოე რამიშვილთან შეუთანხმებლად ციხიდან გაათავისუფლა. ანუ გავიმეორო. გასაგებია რუსეთის კომუნისტური ხელისუფლების წასვლა სივერაგეზე, საქართველოსთან დადებული ხელშეკრულების დარღვევაზე, წითელ იმპერიას არ უნდოდა დაეკარგა გემრიელი ლუკმა საქართველო. რუსეთი კომუნისტური ხელისუფლების იმ არარუსი წარმომადგენლების, სტალინისა და ორჯონიკიძის რუსებზე მეტად თავგამოდებაც გასაგებია. ეშინოდათ საქართველოსადმი მიკერძოება არ დაგვწამონო. მაგრამ გაუგებარი იყო დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის გულგრილი მოქმედება დამოუკიდებლობის დაცვის საქმეში. ამაზე მიუთითებს ნოე ჟორდანიას ადიუტანტის კოტე იმნაძის ჩანაწერი. 1921 წლის 24 თებერვალი 8 საათი. მთავრობის თავმჯდომარემ პოლკოვნიკ გედევანიშვილს ფრონტის მდგომარეობის გაშუქება მოსთხოვა. გენერალი კვინიტაძე კედლის რუქას მიუბრუნდა და ჩაილაპარაკა. Всё равно я отступаю. ასე ურყევი გადაწყვეტილების აუცილებლობა მთავარსარდალმა სათანადოდ დაასაბუთა. გენერალმა ოდიშელიძემ წინააღმდეგობა გაუწია. უმჯობესია თბილისის წინ სასახელოდ დავიხოცოთ. ნოე ჟორდანიამ დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს ამცნო გადაწყვეტილება, რომ არმიას უკან დაეხია. გრიგოლ ვეშაპელი წინააღმდეგია. ნოე ჟორდანია. ასეთია მთავარსარდლის ურყევი გადაწყვეტილება. თუ არ მოგწონთ, მას გადავაყენებ და თქვენ დაგნიშნავთ. ან სხვა ვინმეს ვისაც ინებებთ. სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა. დიახ, ქართველები მზად იყვნენ თავისუფლების დასაცავად, მაგრამ ერთია სურვილი, მოწოდება და მეორე ამ სურვილით მისწრაფებით შეპყრობილი ხალხის დარაზვა, მისი ძალის სწორად გამოყენება, მოხერხებულად შეერთება არმიის მოქმედებასთან. ამბობენ 24 თებერვალს თბილისის დატოვება იმის გამო მოხდაო, რომ შეიქმნა ჩვენი ჯარების თავდაცვითი ფრონტის გარღვევის საშიშროება, რასაც მოყვებოდა საქართველოს მთავრობისა და დამფუძნებელი კრების დაპატიმრება. ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლების სამართალ მემკვიდრე ხდებოდა საქართველოს რევოლუციური კომიტეტი და ის გარკვეულწილად შეიძენდა ლეგიტიმაციის ნიშნებს. ცხადია, თავდაცვა გაერღვეოდა, როცა სანგრებიდან უნებართვოდ გამქცევი სახალხო გვარდიის იმედად იქნებოდი. დანაშაული მანამდეა ჩადენილი, როცა საქართველოს მთავრობის მეთაური ჯიუტად არ ქმნიდა დისციპლინირებულ ბრძოლის უნარიან რეგულარულ ჯარს. სამწუხაროდ ეს არ მოხდა. სამაგიეროდ ჩვენ და სავალალოდ, მიუხედავად იმისა, თითქოს მდგომარეობა მთლად უსაშველოდ არ გამოიყურებოდა, უცებ ჩვენს ჯარს დააწყებინეს თბილისიდან უკან დახევა, დედაქალაქის დაცლა, უხელისუფლებოდ, წესრიგის დამცველთა გარეშე დარჩენილ ქალაქს, სადაც დილამდე არც ახალი ხელისუფლება და მისი არმია აპირებდა გამოჩენას, მოსალოდნელი იყო ძარცველები დაპატრონებოდნენ, გაეპარტახებინათ. აი ასეთ ვითარებაში რამდენიმე კაცმა და პოეტმა პაოლო იაშვილმა ითავა წესრიგის დაცვა. ამაზე იაშვილი იძულებული შეიქმნა დრამატულად მიმდინარე მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომაზე 1927 წლის 27 მაისს ასე ეთქვა: უმთავრესად ბესო სოლომონაძის გავლენით დავრჩი თბილისში გასაბჭოების ღამეს. არ დაუჯერე ჭორებს ტერორისა და აწიოკების შესახებ.
ეს ამბავი 1921 წლის თებერვლის დღეების მონაწილე ჩვენი მწერლობის ცნობილმა ისტორიკოსმა, აკადემიკოსმა ალექსანდრე ბარამიძემაც გაიხსენა. 1999 წელს გაზეთ თბილისში ნომერი 118. თებერვლის იმ ტრაგიკულ დღეებში 24-ის ღამით უხელისუფლებო თბილისის აკლებისაგან გადარჩენაში სამაგალითო როლი შეასრულა ქართველ მწერალთა პატარა ჯგუფმა პოეტ პაოლო იაშვილის მეთაურობით. შეიძლება ვინმე მიფიქროს ეს ამბავი შელამაზებულად ხომ არ გადმომცესო, მაგრამ კომუნისტური ხელისუფლება ბევრ ვინმეს აიძულებდა ასე მოქცეულიყო, მაგრამ საშუალება გვაქვს გავეცნოთ ამ აქციის უშუალო მონაწილის გალაქტიონ ვაშაძის მოგონებას, რომელიც ჟურნალ რევოლუციის მატიანეში ნომერი 3 თითქმის მაშინვე 1923 წელს დაიბეჭდა. როცა კომუნისტებს ჯერ კიდევ მთლად არ ჰქონდათ დაწყებული ისტორიის გადასხვაფერება. აი ეს მოგონება. ზედმეტი არ იქნება თუ შევეხები საქართველოს ისტორიის 1921 წლის 25 თებერვლის წინაღამეს, როდესაც დაიწყო ბოლშევიკების მასობრივი დატყვევება. მე დავიმალე, გადატრიალების ღამეს, ხსენებული ღამე, ჩემთან შემოვიდა ჩუმად 2 შეიარაღებული პირი და დამიწყეს ღვიძება. პირველად კიდე შემეშინდა, მაგრამ ვიცანი მათში ჩემი 2 საუკეთესო მეგობარი, მგოსანი პაოლო იაშვილი და მეტრეველი. და ვკითხე, რაშია საქმე თქო? მენშევიკური მთავრობა გაიქცაო, ბოლშევიკები შემოდიან, ქალაქში არავითარი ხელისუფლება არაა. გთხოვეს მივიღოთ სათანადო ზომები წესრიგისა და მშვიდობიანობის დასაცავად ბოლშევიკების მოსვლამდეო. მიპასუხეს მათ, უპირველეს ყოვლისა მე დაუწყე ძებნა ქალაქში დარჩენილ ამხანაგებს, რომელნიც დატუსაღებას გადარჩნენ, მაგრამ ვერავინ მიპოვე და ჩვენ სამმა გამოვაცხადეთ თავი ქალაქის დამცველ დროებით რევოლუციურ კომიტეტად. გამოუშვით მოწოდება მცხოვრებლებისადმი და შეუდექით შეიარაღებული დაცვის მოწყობას. მაგრამ ხელს გვიშლიდა ის გარემოება, რომ ქუჩები გაჭედილი იყო უკან დახეული მენშევიკების ჯარებით, რომლებიც ისე უწესრიგოდ მოდიოდნენ, რომ არ იცოდნენ საით უნდა წასულიყვნენ. როდესაც მე ვაჩერებდი ჯარისკაცებს და ვეკითხებოდი საით მიდიხართ და სადაა თქვენი ხელმძღვანელობა თქო, ყველა ერთი და იგივე პასუხს მაძლევდა. ხელმძღვანელებმა მიგვატოვეს და არ ვიცით სად მივდივართო. ჯარების უკან დახევა გაგრძელდა დილის 8 საათამდე. ყოველ წუთში მოსალოდნელი იყო ექსცესები უკან დახეული ჯარისკაცებისა და საზოგადოების ნაძირალებისაგან, მაგრამ კომიტეტმა წინდაწინვე მიიღო სათანადო ზომები და ასეთი შემთხვევა ძალიან ცოტა იყო. ასე მუშაობდა კომიტეტი დილის 10 საათამდე, როდესაც ხელისუფლება საბოლოოდ ჩაიბარა კომუნისტებისაგან შემდგარმა ქალაქის რევკომმა. ძვირფასო მკითხველო და ძვირფასო მსმენელო, ალბათ თქვენ შეგაძრწუნათ იმის გაგონებამ ხელმძღვანელებმა მიგვატოვესო. აი რატომ ვთქვი და ახლაც ვიმეორებ საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მთავრობის ძვირს, თავისუფლების დასაცავად მზადყოფნი ხალხის დარაზმვა და გაძღოლა ვერ შეძლეს მეთქი. სხვათა შორის პაოლო იაშვილი და მეტრეველი ხალხით გაჭედილ რკინიგზის სადგურში უნახავს გენერალ მაზნიაშვილს და უთქვამს, ხალხი დააწყნარეთ, მოწინააღმდეგის ხელმძღვანელობას გააგებინეთ, რომ საქართველოს მთავრობამ თბილისი დატოვა და ქალაქი ნაძირლებს არ გააძარცვინონო. გენერლის დასკვნა ასეთია,
რომ არ ჰქონოდა ადგილი მარადიორობასა და ძარცვას, ჩვენი აზრით, სხვათა შორის, ეს გარემოება უნდა მიეწეროს ჩვენი პოეტების ზემოხსენებული ჯგუფის უნარიანობასაც. წერლებს პაოლო იაშვილს და ლევან მეტრეველს, განსაკუთრებით პირველს, ამ ნაბიჯ შემდგომში და დღესაც ზოგიერთი მწერალიც და სხვებიც კომუნისტების წინაშე ქედის მოხრად, ბოლშევიკებთან ლამის სიხარულით შეგებებად უთვლიდა. გაკიცხვა ადვილია, მაგრამ შექმნილი მდგომარეობაც ხომ უნდა გავითვალისწინოთ. იმასაც შეგახსენებთ, რომ ზემოხსენებული ლევან მეტრეველი ის მწერალია, რომელიც 1919 წელს შეშფოთებული წერდა გულისხმობდა რა საქართველოს. მას ეშინიან პატარა წმინდა სანთელივით სხვის ხატს არ შეადნესო და არ ამგონია 1921 წელში ამ ხრივ ხატს სიხარულით შეგებებოდა ან ის პაოლო იაშვილი. თბილისიდან უკან დახეულ მთავრობას და სარდლობას იმედი ჰქონდა მცხეთაში გავმაგრდებითო, პრეზიდენტს უთხოვია მცხეთაში გამაღვიძეთო, მაგრამ არ შეაწუხეს. ასეთი უთაობა მე-20 საუკუნის ბოლო 10 წლეულშიც ბევრი გამოვიჩინეთ და 21 საუკუნეშიც არ გვაკლია. ვიმეორებთ და ვიმეორებთ წარსული შეცდომებს და სიგლახეებს. ისევ წარსულს უნდა დაუბრუნდეთ. ბოლშევიკები ქუთაისშიც რომ შევიდნენ და მათი არმიების სხვა ნაწილები ზღვისპირეთიდან თუ საქართველოს სამხედრო გზიდან მოიწევდნენ, მენშევიკური მთავრობა მიხვდა, რომ საქართველო დაკარგული ჰქონდა და იმაზე დაიწყო ზრუნვა, აჭარა თურქებს არ დარჩენოდა. თურქების მიერ ბათუმის წართმევამ ჯერ კიდევ 1918 წელს შეაშფოთა ახალგაზრდა პოეტი პაოლო იაშვილი და ეს გადმოსცა თავის ლექსში დაცემულ ბათუმს. ბრძანება ისმის და სმენა ჩქარა, გაშალეთ მზეზე პრიალა ხმლებიან, დავიბრუნოთ ჩვენი აჭარა, ან და ბათუმთან დავტოვოთ ძვლები. 1919 წელს კი იოსებ გრიშაშვილით შეაძრწუნა ჩვენი ზღვისპირა ქალაქის ბედმა და ეს ამაღელვებლად გამოხატა ლექსში ბათუმისათვის. დღეს ჩვენს ირგვლივ ბნელმა ძალამ დარაზმა და დაამზადა ყველა ჯურის მოღალატე, ვერაგი და არამზადა, ყველა მეთქი, ვისაც გულში არ უღვივის წმინდა გრძნობა, ვინც საკუთარ ტვინის ბოგირს ვერასოდეს დაეყრდნობა და უნდათ რომ საქართველო ერთ პატარა ნატურის თვალი კვლავ გახადონ სხვისი მონა, მორჩილი და შენამკრთალი. არასოდეს ვიდრე ზეცა არ შეწყვიტავს მზის ჩანჩქერებს, ვიდრე მტკვარი თავის ბუტბუტს არ მოსპობს და შეაჩერებს, ვიდრე ერთი ქართველიც კი სამშობლოსთვის ასე ზრუნავს, არ მოკვდება საქართველო, მაინც ბრუნავს. ცოტა ხანში კი თავში საცემად არამარტო დამოუკიდებლობის დათმობა მოგვიხდა, ბათუმიც კი კინაღამ დავკარგეთ. მაგრამ საზღვარგარეთ ემიგრაციაში წასვლის წინ ნოე ჟორდანიამ საქართველოს ეროვნულ სახელმწიფოებრივი ინტერესები როგორც იქნა პარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენა და საჭირო ნაბიჯი გადადგა. ბათუმის ციხიდან გაათავისუფლა ბოლშევიკი სერგო ქავთარაძე და მას უთხრა: ჩვენ საქართველოს ვტოვებთ. ბოლშევიკებთან დადებული დროებითი ზავის მთავარი მიზანია ბათუმი თურქეთს არ დაუტოვოთ.
ეს იქნება საშინელი ტრაგედია, რომელსაც მომავალი თაობები არც ჩვენ, არც თქვენ არ გვაპატიებენ. ამიტომ ჩვენ გავგზავნეთ საჯავახოში მატარებელი მე-11 არმიის ნაწილების ჩამოყვანის დასაჩქარებლად. თანაც დავალება მივეცით გენერალ მაზნიაშვილს, რომ თქვენ დაგემორჩილოს და დაგეხმაროთ ბათუმიდან თურქების გარეკვაში. თუ მას ბოლომდე გულუბრყვილოდ სჯეროდა რუსი ბოლშევიკების არმია დაგვეხმარებაო. ჩვენ და სავაგლახოთ კომუნისტური იდეოლოგიით მოჯადოებულებისაგან ზოგიერთს თავი დღესაც ვერ დაუხსნია. სიმართლე კი ასეთია. მე-11 არმიამ სადგურ საჯავახოდან ფეხი არ მოიცვალა. რუსეთი გარიგებული იყო თურქეთთან, ბათუმი, ყარსთან და არდაგანთან ერთად შენ. დანარჩენი საქართველო ჩვენო. და ცხადია ქართველებს არ დაეხმარებოდა თურქებისაგან ბათუმის განთავისუფლებაში. ამ საქმის მოგვარებას დიდი ამაგი დასდო ემიგრაციაში წასასვლელი გემიდან საგანგებოდ ჩამოსულმა და საქართველოში დატოვებულმა მენშევიკური მთავრობის მეთაურის მოადგილემ და სამხედრო მინისტრმა გრიგოლ ლორთქიფანიძემ. 1921 წლის 17-18 მარტს მოლაპარაკებას აწარმოებდნენ დამოუკიდებელი საქართველოს დელეგაცია, სამხედრო მინისტრი გრიგოლ ლორთქიფანიძე, სამხედრო მრჩეველი ივანე გედევანიშვილი, პოლიტიკური მრჩეველი ალექსანდრე დგებუაძე, დელეგაციის მდივანი დავით შარაშიძე და საქართველოს რევოლუციური კომიტეტის დელეგაცია აბელ ენუქიძე, მამია ორახელაშვილი, ალექსანდრე სვანიძე, შალვა ელიავა და გამბაროვი. გრიგოლ ლორთქიფანიძე, ჩვენ დგავართ ამ პრინციპულ ნიადაგზეთ, რომ როგორიც არ უნდა იყოს საქართველო, იქნება მისი ხელისუფლება დემოკრატიული რესპუბლიკა თუ საბჭოთა წყობილება, ჩვენი მოვალეობა არის მოვალეობა სახელმწიფოებრივი და ეროვნული, რომ ბათუმის ოლქი ყოველ შემთხვევაში დარჩეს საქართველოს. ვიმეორებ, როგორც არ უნდა იყოს ის, საჭიროა რომ მოინახოს ის საერთო საშუალება, რომელიც აგვაცილებს საფრთხეს, რომელიც მოელის საქართველოს მთლიანობას. მამია ორახელაშვილი, ჩვენ არა ვართ წინააღმდეგი, რომ ბათუმის საკითხი იქნეს განხილული კონფერენციის მიერ, მაგრამ ეს საკითხი მეორე ხარისხოვანია. გრიგოლ ლორთქიფანიძე, დღეს ყველაზე დიდი საშურის საკითხი და პირველ რიგში განსახილველი არის საქართველოს ტერიტორიის მთლიანობის შენარჩუნება. გრიგოლ ლორთქიფანიძის, გენერალ გიორგი მაზნიშვილისა და აჭარის მეჯლისის თავმჯდომარის მემედ ბეგ აბაშიძის მტკიცე პოზიციამ თურქეთის ჯარები და ბათუმის ფოსტა ტელეგრაფის შენობაში გამაგრებული მათი სარდალი ქიაზიმ ბეიც აიძულა წასულიყვნენ. პოლკოვნიკ ქიაზიმ ბეის მოთხოვნაზე ოსმალეთის ხელისუფლება იცანიო, მემედ აბაშიძეს უპასუხნია, ჩვენ აჭარლები მიერთებული ვართ დედა საქართველოსთანო. იხილეთ ახვლედიანი საბჭოთა ხელისუფლების დამყარება აჭარაში, ბათუმი 1971 წელი. 1921 წლის 23 მარტს დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა გემით ემიგრაციაში გაემგზავრა. მარტს, როგორც ვთქვით, ბოლშევიკებმა დამოუკიდებელი საქართველოს დამფუძნებელი კრება დაითხოვეს. ასე დაასრულა არსებობა საქართველოს დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ 1918-1921 წლები.
ასე ვერ მოუარეთ დამოუკიდებლობას, დავკარგეთ თავისუფლება, ასე ჩავიდინეთ დანაშაული, რომლის სიმძიმეზე ადრევე მიგვითითა, გაგვაფრთხილა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთმა ჭირისუფალმა, სამსონ ფირცხალავამ. მოპოვებული თავისუფლების დაკარგვა უფრო დიდი დანაშაული და შეცდომაა, ვიდრე თავისუფლების განუხორციელებლობა. დიახ, ბევრწილად ჩვენ თვითონვე ვერ მოუარეთ, ვერ შევინარჩუნეთ თავისუფლება და მამული. არ შევისმინეთ ჩვენი დიდი წინაპრის შეგონება და გაფრთხილება, ვერ შევასრულეთ ხვეწნა მუდარა საქართველოს უდიდესი ჭირისუფლისა და მუამაგისა ილია ჭავჭავაძისა. სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა მამა პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათაც ვერ ვუპატრონეთ, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას? ამ შეგონებას, ამ ანდერძს კიდევ ერთხელ მთელი სიმკაცრით გვიმეორებდა ჩვენი დიდებული ბრძენკაცის ილია ჭავჭავაძის აჩრდილი მე-20 საუკუნის დასასრულსა და 21 საუკუნის დასაწყისში და თუ ახლაც გაუცუდებთ იმედს, ვერ შევასრულებთ თხოვნა ვედრებას, მოწოდება მოთხოვნას, შთამომავლობის წყევლა კრულვას დავიმსახურებთ. დამოუკიდებლობის დაკარგვამ სასტიკი დაღი დააჩნია ბევრ ქართველს, მათ შორის ბელეტრისტ მიხეილ ჯავახიშვილს. აი რა ჩაწერა მან 1924 წლის უბის წიგნაკში. ბაზალეთის ტბის ძირიდან განგებამ ოქროს აკვანი ამოიღო. ამავე განგებამ 3 წლის შემდეგ წითელი ხიშტით უკანვე ჩააგდო. და მაინც ამ დარტყმით შეძრწუნებული ქართველები მომხდარის გაანალიზების უნარს არ კარგავენ, კატასტროფის მიზეზებს ეძებენ. აქაც მიხეილ ჯავახიშვილს უნდა მოუხმოთ. მთელი ჩვენი ისტორია გვიმტკიცებს, რომ ქართული ენერგია, აფეთქებით თავდებობა, ხანგრძლივობა არ ყოფნიდა. დაღლილი ერი ვართ. გამძლეობა და შეუპოვრობა ვაჟკაცობაზე უფრო ძნელია. ახალგაზრდა კონსტანტინე გამსახურდიამ ცხელკვალზე გამოთქვა თავისი შეფასებები. ჩვენი თაობის უწმინდესი სისხლი და ენერგია საქართველოს პოლიტიკური თავისუფლების მოპოვებაში და მისთვის ბრძოლაში დაიხარჯა. ტყუილად კი არ სჯერა ასე გულუბრყვილოდ ქართველ ხალხს, რომ რამოდენიმე საუკუნის წინ მამულისათვის დაღვრილი სისხლი ახლა აჩნია სიპლოდებსაც საქართველოში და იმ სისხლის წაშლა და დავიწყება მართლაც შეუძლებელია. 3 წელი დამოუკიდებელი საქართველოს არსებობისა ეს ქართველებისათვის ისეთ დიდ მანძილს წარმოადგენს, რომ ჩვენი უკან მობრუნება აწი ყოვლად მოუხერხებელია. დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო მინისტრი გრიგოლ ლორთქიფანიძე კი ასე აფასებდა ამ განძის შესანარჩუნებლად გაწეულ ბრძოლას. საქართველომ თავის უკანასკნელი უთანასწორო ბრძოლითა და მისი წინამორბედი თავდაცვითი ომებით მტკიცე კვარცხლბეკი დაუდო საქართველოს დამოუკიდებლობას. მართლაც ეს კვარცხლბეკი გვარიანად გამოგვადგა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისას, მაგრამ იმ კვარცხლბეკის შენებისას დაშვებული შეცდომები არ უნდა გამოყოლოდა.